მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. სიმართლე რო გითხრა, ნამდვილად არ მქონდა ეხლა ლაივის ჩაწერის თავი. როგორ შეიძლება ჩემ უბედურ დღეში ჩავარდნილი კაცი ბედნიერი იყოს, მაგრამ თქვენმა გააქტიურებამ ჟურნალისტების და ყველასი ძალიან იმედი ჩამისახა, რომ ჩემი შვილიშვილი უკანასკნელი მსხვერპლი იყოს ამ ყველაფრის. სამარცხვინო და სასაცილოა ის ამბავი, რომ ამბობენ, რომ თითქოს ეს არის დაფარული ხელისუფლებამ არ იცის, არის ძნელად გამოსაძიებელი, არაფერი ძნელად გამოსაძიებელი არ არის აქ, ძვირფასო მეგობრებო, საკმარისი არის ამ ბავშვების ანგარიშები ნახონ, სად აქვთ გადარიცხული, როგორ აქვთ გადარიცხული, თუმცა ამაზე მე არ შეგაწყენთ ამ აღამ, იმიტომ რომ მე ვცლად ვაპირებ და ყოველ დღე ვაპირებ გააქტიურებას და მაქსიმალურად რამდენი ბავშვიც გადავარჩინოთ ყველამ ერთად, ესეც ძალიან დიდი ბედნიერება იქნება ჩემთვის და მე თქვენ მიყვარხართ და თქვენ გენაცვალეთ და ზუსტად თქვენმა აქტიურობამ, ჩემი დათოს დატირებამ და უამრავმა ხალხმა გამაძლებინა და ძალა მომცა იმის, რომ სხვა მე დასაკარგი არ ამაქვს და ჩემი დათუჩას მაინც ვერაფერს ვეღარ უშველი და აქედან გამომდინარე მე მინდა ის ბავშვები, რომლებიც ცეცხლზე თამაშებიან, ბავშვები ძირითადად მუშაობა მიდის ისეთ ბავშვებზე, რომლებსაც დედა ემიგრაციაში ყავთ და ესე იგი ადვილი მსხვერპლი ხდება. ჩემი დათო იყო ერთი უწესიერესი ბავშვი, უსაყვარლესი. დედა ჩემთან იზრდებოდა სოფელში და ბებია და შვილიშვილი ერთად იყვნენ და იყო ყველამ იცის ეს, ყველამ ის არ ყოფილა, ის იყო ალალმართალი ბავშვი, რომელსაც სულ დედა ენატრებოდა და აი ესე ვერაფერი იმ ბრძოლამ, იმ შემართებამ, იმ მონდომებამ ვერაფერი ვერ გავახერხეთ. ჩემო ძვირფასო მეგობრებო და ეს დედისგან დატოვებული შვილი, რომელიც გადაიხვეწა უცხო ქვეყანაში იმისათვის, რომ შემდეგ ფული მოეგროვებინა და აქ ბინა ეყიდა, ვეღარ დავახვედრე გაყინული ბავშვი, დავახვედრე გარდაცვლილი ბავშვი და გამანადგურეს მე ამ ყველაფერში და ამიტომ თქვენ გენაცვალეთ. მე არ მჭირდება ეს ვიდეო და ეს ლაივები იმისთვის, რომ რაღაცა პოლიტიკური დივიდენდები და რაღაცეები მოვიხვეჭო. ყველას გველოდება ძალიან საშინელი და ცუდი სიტუაცია. კიკვიძის ბაღში დავრბოდი ხოლმე, ვარჯიშობდი და ცოლ-ქმარს ვერ ნახავ ძალიან იშვიათად, რომ ბავშვს ასეერნებდეს. დაყავთ ძაღლები, კატების ასეერნო და უბედურება არის, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ თავს. კიდევ ერთხელ ვიძახი, როცა ჯანსაღად და ცოტა ისე ვიყავი, მაშინ არ მიბრძოლია არასდროს პოლიტიკური თემებისთვის და დღეს მით უმეტეს. დღეს ერთადერთი ჩემი თხოვნა, ხვერწნა აგერ გამობრძანდა ბატონი მდინარაძე და თქვა, რომ უნდა აიგრძალოს ეს ერთმანეთის ზიზღით ლაპარაკი და აგერ გელაპარაკების სიყვარულით. უამრავი ბავშვი არის დაკარგული, დაღუპული და არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული, არც ერთი, რომელი ბავშვიც ესე ძილში გაიპარა და მისმა მშობლებმა შეეცადნენ, რომ სიმართლე დაედგინათ, რასთან ჰქონდა საქმე, ფაქტიურად არც ერთი საქმეზე თითითიცი არ დადებულა და ვიხდით იმას, ოჯახის სიწმინდის დღე რა არის, ოჯახი წმინდა რო არის, ყველა ქართველმა იცის და ეს ბავშვები თუ ამ ქვეყანაზე აღარავინ აღარ დარჩა, ვის უნდა ეს თქვენი ოჯახური სიწმინდე. ხვალ ძალიან გამეხარდა სხვათა შორის ტევ პირველად ამირეკა და ეხლა დაიწყებენ იმას, რომ აუ ტევ პირველი და ნაცი და არ გაბედოთ, ძვირფასო მეგობრებო, თქვენ გაგანაცებთ მე და გაგაკოცებთ და გაგაპარტიულებთ და გაგაპოლიტიკოსებთ. მოვიდეს იმედი და იმედსაც იგივეს ვეტყვი და ნებისმიერი ტელევიზია მოვიდეს და ყველას ვთხოვ ჩაერთონ. ბავშვები იღუპებიან 80% ეს ნარკოტიკი უკვე გასინჯული აქვს და ვინ დაიძინებს და ვინ ვეღარ გაიღვიძებს, კაცმა არ იცის. იმ ღამეს, როცა ჩემი დათო გარდაიცვალა, პოლიციელმა მითხრა, თვითონ სტატისტიკურად ყოველ ღამე იღუპება 4 ბავშვი ყველაზე მინიმუმ და იმ ღამეს, როცა დათო დაიღუპა, გამოვიდა 5.
5 ბავშვი და ვიდექით 5 გაუბედურებული მშობლები, რომლებმაც შავი ცელოფნებით წამოვასვენეთ ბავშვები სამხარაულის ექსპერტიზიდან. აი ეს არის რეალობა, ეს არის უბედურება და არც ერთი სამწუხაროა იქამდე მივიყვანეთ საქმე, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, არც ერთი ტელევიზია, არც ერთი ეკლესია, არც ერთი ეპისკოპოსი, არც ერთი, რა ვიცი მე, არავინ არ საუბრობს ეხლა იმაზე, რომ აი ეს უბედურება თავს დაგვატყდა. ამიტომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ახლა არ ვიცი, ერთმანეთთან ვიკონტაქტოთ, მივწეროთ, მე უნდა მივმართო ხელისუფლებას, უნდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, მთავრობას, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ზოტნეს, ყველას, ბერას და ყველას უნდა მივმართო, თუ გინდა ოპოზიცია იყოს, პოლიტიკური პარტიები იყოს, ეს არის თემა, სადაც აქ პოლიტიკაზე ლაპარაკის არ შეიძლება. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიცავთ იმას, რა ქვია, ევროპულ მომავალს კი არ ვიცავთ, ქართულს კარგავთ, თუ არა, მე ჩემი ორი შვილი ამ უბედურების დროს სწორედ ევროპაში ცხოვრობენ და ნეტა გაჩვენათ ვინმემ როგორი გაზრდილები არიან მათი პატარა შვილები და რამხელა კულტურა გააჩნიათ მათ. და დაანებეთ ამ რაღაც იმას, რა ქვია, ბავშვები აღარ დადიან ქუჩაში, შეყვარებულ წყვილს ვეღარ ნახავ ქუჩაში და არის ერის გადაშენების, გაუბედურების და ყველაფრის ისა, რა ქვია, და ამიტომ რა ვიცი, ხელისუფლება ხარ, ოპოზიცია ხარ, რითი უშველოთ ამ საქმეს. შემოიღეთ, გაამკაცრეთ, ყველა ბარიგა 100%-დან 100-ვე შეკრულია პოლიციასთან. გამორიცხული არის, რომ ბარიგები უნდა იყოს, უნდა ვამხილოთ და მათ საქართველოში ვერ უნდა იცხოვრონ, მათმა ოჯახებმა ვერ უნდა იცხოვრონ, სოციალურ ქსელებშია უკვე გამოდებული სამსახური, ვინც დაარიგებს წამალს, მათ აძლევენ დიდძალ ფულს. ამიტომ დაშინებული არის ის მშობლები, რომლებიც ისა, რა ქვია, ანალოგიურ დღეში ჩავარდნენ და უამრავი მწერს და ახლა ამის იქით შიში რაღა მოსატანია ძვირფასო მეგობრებო, როცა ჩვენი ახალგაზრდები ფაქტიურად დაგვიანებულიც არის, დამიჯერეთ, დაგვიანებული არის და არავის მოგივიდეთ კიდე აზრად თავში, რომ თუ ესე არის, რატო კიდებენ, რატო ყიდულობენ 19 წლის და 18 წლის უდედოდ გაზრდილი ბავშვებს რა გამოცდილება, განისე რა გამოცდილება. არასდროს არ ყოფილა ქურდების ხანაში მიცხოვრია პრისტუპნიკების, ძველი ბიჭების და არავის არ გაუბედია მსგავსი რამე, რომ აქ ის ყოფილიყო არასრულწლოვან ბავშვს ნარკოტიკი გაესინჯა, ვინ გაბედავდა, ვინ იკადრებდა ამას და დღეს აი ნაძირლები, ლაწირაკები, კვლელები არიგებენ ესე, რა ქვია, მაგას მე ვერც ვერ ყვევი და რა არის და ამიტომ რა თქმა უნდა მე გამომძიებლებს ვნახავ და ეხლა გავარკვიე, ოღონდ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, რომ თურმე ჩემი შვილიშვილი პატარა ბავშვს 100,000 ლარზე მეტი ქონია გადარიცხული, ეტყობა ეს თავისი ფულიც არ იყო, ატყობა ვიღაცეები ერთად აგროვებდნენ და მე ერთად რიცხავდნენ. ამიტომ მე ახლა გამომძიებელი საქმის კურსში ყო არ მყავს, მივხედავ თუ სად ირიცხებოდა ეს ყველაფერი და ვინ არის და ეხლა თუ ხელისუფლებისთვის ამ ყველაფრის ასე მარტივად გაკეთებული სქემის და აწყობილი სქემის გამოძიება და გამოკვლევა არ შეუძლია, მაშინ ამ ქვეყანას არ ყოლია პატრონი. ძვირფასო მეგობრებო, კომისია კვერცხის ფასებს კი არ უნდა, კომისია კი არ უნდა, შექმენით, გაამკაცრეთ და გადავარჩინოთ ეს ბავშვები. ჩვენი მომავალი, მე თქვენ გეუბნებით, გადავარჩინოთ თუ არა, სულ პარლამენტის წევრები და სულ მთავრობაში არ იქნებით. აი ამ ნარკობარონებს, ამ შეკრულებს, ამ ჩამშვებებს, ამ კვლელებს 16 მკვლელი დაიჭირეთ მეტროებში ხალხს როცენდა. აი სწორედ ის ახალგაზრდები დარჩებიან საქართველოში და აი თქვენ შვილებსაც მიწვდებიან, ნუ გონიათ რომ სადმე დაიმალებით. ამიტომ გამოფხიზდით, მე არაფერი არ მინდა, ჩაიბარეთ ეს ქვეყანა, მიხედეთ. თუ არა ძმაო, ეხლა ლამაზ-ლამაზი დაყენებული სახეებით ეხლა უყურებ რუსთავი 2-ზე დებატებს და მწყვენია, შეხედეთ ძვირფასო მეგობრებო, სამარცხვინოა, აი ტაკი მასხარებად გახადეს ყველაფერი და წინა პლანზე გამოწიეს გვარამია, ბოკერია, მისიცოლი და ამად ბედათ უნდათ, ესე იგი რომ ეს ქვეყანა ვითომ ვაიმე ასე და ოჯახური სიწმინდე და ეს ხო ფარისევლობა არის ხალხო, ყველაფერი ბავშვები დაწყდნენ
ბიჭო, დღეში თუ ეხლა 5 ბავშვი პოლიციელმა მითხრა, ვინც იყო მოსული, იქ იძიებდა ჩემ დათოს იმას, მოვიდა და მითხრა, ბიჭო, შეიტანეთო, ამაღამ უკვე ყოველ ღამე 4 ბავშვი გვდებაო, 15 ბავშვი მოკვდა ზუსტად კახეთის რეგიონში იგივე სიტუაციები, მთელი საქართველოს რა თქმა უნდა არ მაქვს და სტატისტიკას დაველოდები და მე ვილაპარაკოთ, როგორ ქვეყანასაც თქვენ აშენებთ, დავანებოთ კარგი შიმშილი, უბედურება, ყველაფერი და ამდენი სამარცხვენო სიტუაციებს გავანებოთ თავი. მე თქვენ გეუბნებით და ხელისუფლებას გეუბნებით. მე ერთ რაღაცას საჭირო ვართ საზოგადოება, ჩავერთვებით ძმაო, ვიმორიგებთ ქუჩებში, გადი ქუჩაში აგერ ფანჯარას რო გავახებ, დაარბიან, ხანიგდებენ, როგორ? ესე იგი, ამას პოლიცია ვერ იგებს, ყველა აი ეს ვინც ამას აკეთებს, ყველა არის პოლიციის დავალები დასრულებს ამ დავალებას. ეს არის, აი ამას წყალი არ გაუვა, ყველას ყავს თავის პატრონი. აგერ არის ჩემი შვილის მობილური, წაღებული აქვს საგამომძიებო უწყებას და მე ძალიან მაინტერესებს ვისგან იყიდა, სად იყიდა, როგორ იყიდა და რა მოხდა. მე ვიცი თვითონ გვარები ჯერჯერობით არ დავასახელებ ამ სიტუაციებს და რაც ხდება რაღაცეები ძალიან კარგად ჩანს. ამიტომ ეს მოუმზადებელი, ეს გამოუცდელი, ეს დედა და მშობელ მონატრებული ბავშვები ასე მიუშვით სასაკლაოზე და გამოდიხართ და წყარბი არაკტოკებიათ, 5 ბავშვი დაიღუპა, ტრაგედია მოხდა და ერთი ვინმე არ შეწუხებულ ხართ პარლამენტში საკითხი არ დაგიყენებიათ თუ რა ხდება ჩვენ თავს. ამიტომ მე ეს თემა ჩემი არ არის. ძვირფასო მეგობრებო, არავინ იფიქროთ, ეხლა ლიდერობა მინდოდეს და ან თქვენსავით სიაში ჩაჯენა მინდოდეს სადმე. მე მინდა ჩემი დათოს სახელზე, რასაც შევძლებ რამდენიმე ბავშვი რას შევძლებ მარტო მე ჩემ შვილიშვილს ვერ მოუვარე და სხვას რანაირად მოუვლი, მაგრამ როცა ყველა ჩავერთვებით ამ სიტუაციებში, დამიჯერეთ რომ ბავშვებს გადავარჩენთ. ეს არის იმის მიზეზი, სკოლა არ არსებობს, ინსტიტუტი არ არსებობს, არის სუფთა ბარდაკი და ასე შემდეგ. გეუბნებით, აი ეს არის შეგნებულად ყველაფერი გაიმასაკლეს, რა ქვია და გადავდივართ ახლა თურმე ოჯახის სიწმინდის დღეს რო აღვნიშნავთ და სურათებს გადავიღებთ იმასთან, რა ქვია, მოროშკინასთან ერთად და ვიღაცებთან გეგონება ახლა სულ მრავალშვილიანი დედები დადიოდნენ. მე პატრიარქმა რო გამოაცხადა ოჯახის სიწმინდის დღე, მე იქ თავრობის მოხელეები არასდროს არ ვინახია, იმიტომ რომ მაშინ იცით კარგად ის გეიაღლუმის ამბავი იყო და შეეშინდა უცხოეთიდან საყვედური არ მიეღოთ. აი ეხლა ყველა გამომზიურდა, სულ ყველა ოჯახის სიწმინდის დღეზე ვარ. ნამყოფი არასდროს არ ყოფილა არც ერთი ხელისუფლების წარმომადგენელი. გაანებეთ ბიჭებო, გთხოვთ, გეხვეწებით, გემუდარებით, გეუბნებით, ზუსტად მე აქ ძალიან ბევრი რაღაცეები მაქვს და თუ საგამომძიებო სიტუაციას დააინტერესებს, მე ჯერ აი ზუსტად როგორც ბატონმა მძინარაძემ თქვა და განაცხადა რომ ის მშვიდად ველაპარაკოთ, გელაპარაკებით მშვიდად. თქვენ გენაცვალეთ, დავდგეთ ერთად, უშველოთ ამ ბავშვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდად დაგიმთავრდებათ ეს ყველაფერი ყველას, ჯერ ერთი ღვთისგან. და ამიტომ მე მეუფეებსაც ვნახავ ყველას, მათი აზრი უნდა შევისწავლო. ეხლა ხვალ მე-9 დღეა და ამ საფლავს და იმას რაღაცეები დავიწყე, ისა მძიმეა ჩემთვის, მაგრამ მაინც და აქედან გამომდინარე, ჩემო უსაყვარლესო ხალხო, უბედურებაში ვართ. ქორწილი აღარ არის და შეყვარებულები აღარ დადიან ქუჩაში. გეხვეწებით, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და მივხედოთ ამ უბედურებას. ამაზე დიდი ტრაგედია ქვეყანაში. შიმშილსაც აიტანს ეს ხალხი ომიანობის დროს შიმშილით დადიოდა მთელი საბჭოთა კავშირის და საქართველოს და ყველა და ტყემლის ფოთელს და იმას რა ქვია ჯინჭარს ჭამდა ხალხი და არ დახოცილა და ის დღო მენატრება, ის სითბო და სიყვარული მენატრება, გაცივდა ხალხი, ყველა არის ჩამკვდარი ამ იმაში და მე ზურგს მიმაგრებს ჯერჯერობით ახლა ვერ ვიტყვი ის ერთი 150 ახალგაზრდა, რომლებაც დამპირდნენ და ჩემ გვერდში არიან. ჯერ ამ მეუფეებს მოვივli სახელმწიფოს მივმართავ, ყველას მივმართავ და ყოველ დღე რაღაცა მოვიფიქროთ, მოვამზადოთ, რომ რაღაცა გავაკეთოთ. აი იმას ვიღაცა არის ახლა დადო და იმ მაჭავარიანის სურათზე რაღაცა ცუდი დადო, არც მპასუხობს, არც ურეკავ.
ფრთხილად იყავი შენ, მე გიცნობ ვინც ახარ შენ პოლიციელო ჩათლახო, მე შენ გიცნობ და მე შენ აუცილებლად გიპოვი, ახლა დავდე Facebook გვერდზე მაგის სურათი და თუ ვინმე ნახავთ იქნება პირაჩი მომწეროთ და მე თვითონ ნახავ მაგას, ახლა ვიღაცა ისინი ყავთ რა ქვია, ყველა ძველი ბიჭის, ყველა კაი ბიჭის დედავატირე, ვინც ამ კვლელებს ამართლებს და ვინც ამ ბავშვების კვლელობაზე, იმიტომ რომ ფული იშოოს ხელსაწერს, ეს არ გაუკეთებია არავის. ვინ ახართ, ვინც ამაში ჩაერევით, ვინც ამას ხელს მოკიდებთ, ვინც იმ შეკვეთას მიიღებთ, რომ პატარა საწყალი კვარაცხელიასავით და ბაჩალიაშვილისავით ქუჩაში გამაგოროთ, შემირცხვენი ხართ მე თქვენ ბიჭო, ჩემ გვერდში დადექით და ბავშვები გადავარჩინოთ ბიჭო, მე თქვენ გეუბნები, თქვენი ღორი ბოზისულები და ჯიბეები რო ამოვავსოთ, იმიტომ ხოცავთ ბიჭო ამ საცოდავ ბავშვებს. მე თქვენ ის რომ რაღაცის ისა მე არაფერს არ მეშინია, ბავშვი ერთი ეტრში მიზის და ბანკის სახლში მაქვს მაგის ჯანმრთელობის გამო. თუ მომკლავთ კიდე დამასვენებთ და ამიტომ საქართველოს მოსახლეობას გეუბნებით. შანსი არ არის მე თავი მოვიკლა. შანსი არ არის ვინ რამეს დაუდგე თავი მოსაკლავი რომ მქონოდა იმდენი პრობლემები მაქვს აქამდე თუ რამე მოხდება ჩემ თავს აი ამ ნარკობარიგები გააგრძელებენ ჩემ წინააღმდეგ და ნუ შეგეშინდებათ ბევრი თუ ვიქნებით ვერაფერს ვერ გვიზავენ ჩვენი შვილების სიცოცხლე არის საფრთხის ქვეშ ხვალ მოვა TV პირველი ყველას გეუბნებით და მე მიშას რო სად ვიყავი მე სად ვიყავი და საერთოდ სად ვიყავი თუ ვინმე მიცის აგერ YouTube-ში ჩაწერეთ გიაყურაში და გეტყვის მოვიდეს იმედი, მოვიდეს პოსტივი, მოვიდეს ყველა ტელევიზია, ვენაცვალე ყველას და ღმერთმა ქნას რომ ყველა ჟურნალისტი, ყველა ეპისკოპოსი, ყველა სასულიერო პირი, ყველა მოქალაქე ჩაერთოს ამ სიტუაციებში, რომ წინ აღუდგეთ ამ უბედურებას. ძვირფასო მეგობრებო, ეს არის რაც უნდა მეთქვა, თქვენ გენაცვალეთ, გითხარით, რასაც ვაპირებ და ერთი წუთი ჩემი მოსვენება ისედაც არ მძინავს და ამხელა ანგელოზი ბავშვი ჩავდე მიწაში და ამდენი ანგელოზი ბავშვი იდება მიწაში და ვის რა მოელის კიდე კაცმა არ იცის და თქვენ შემოგივლეთ ჩემ საქართველოს ძალიან მიყვარხართ და დავდგეთ ერთად და უშველოთ ჩვენ შვილებს ხელისუფლება იქნება ეს თუ ყველაზე მეტად ვის არამია დაიწყევლებით ამოვარდებით და ამოიჟუჟებით ვინც ამ ბავშვების დახოცვაში ნაშოვნი ფულით ოჯახში შეგაგთ და პურსაჭმევთ თქვენ შვილებს და შვილიშვილებს. არამად შეგერგებათ, დედა გეტირებათ და უარეს დღეში ჩავარდებით. მე თქვენ კი არ მეწოდებით, მე ეს ბავშვები მეწოდება დღეს, ძვირფასო მეგობრებო, ცოცხლები კი არა, ძალიან ბევრი ბავშვი უკვე გასინჯული აქვს ეს უბედურება და ვინ დაიძინებს და ხვალ ვინ ვერ გაიღვიძებს, ეს კაცმა არ იცის. დროზე მივხედოთ სანამ შემჯდარან აი ლონკას თუ რაღაცას რო უძახიან და შემდეგ მათი მორჯულება, მათი მოჭკვიანება აღარ იქნება რა. მე ანგელოზივით, გუგულივით, უწესიერესი, უპატიოსნესი ბავშვი იქამდე მიმიყვანეს, რომ ჩემი აღარაფერი აღარ ესმოდა და ვეღარ გაუქაჩე, ვერაფერი ვეღარ უქენი, ვერც უშველე, ვერც მოფერებით, ვერც სიყვარულით, სულ გვერდში მყავდა, გვერდში მეწვა და ხო გითხარით ჩემ შვილს, ჩემ გაუბედურებულ შვილს ჩამაბარა ცოცხალი ბავშვი და დავახვედრე მკვდარი. აი ეს უბედურება არის და თქვენ გენაცვალეთ რა, მივწეროთ, მოვწეროთ, ვიკონტაქტოთ და ამათ ხალხრავლები რო ვიქნებით, ჩვენ არ ვითხოვთ არავის არც ის მინდა, არც ის მინდა. მე მინდა ვისი ხელიც ურევია ამაში და ვინც ახალისებს ამ ნარკობარონებს, ყველა უნდა იყოს მიწასთან გასწორებული. მორჩა, ისეთი ადამიანები, ვინც გამოვილენია თუ ხელისუფლებაში არიან, ადგილზე უნდა კონდეს ლიკვიდაცია. მორჩა, სხვანაირად ეს სიტუაცია არ გამოვა რა და თქვენ გენაცვალეთ, რა ვიცი, მე მარტოც კი არ მოგიწოდებთ ვინმეს, მე მარტოც ჩემსაც გავაკეთებ, მაგრამ მე მიყვარხართ და მე მინდა მართლა გურცველად ჩვენ შვილებს უშველო და ვიცი რომ ამაზე ყველა მოვაწერთ ხელს. თქვენ გენაცვალეთ, დიდი მადლობა ამ შუაღამისას ცოტა ისე გამომივიდა, მაგრამ სხვა საშველი აღარ არის. არ ვაპირებდი და გამაბრიყვა თქვენმა ამ ხელა ამ თემის აგორებამ და იმედი ჩამისახა ბრძოლის. აი ეს ბრძოლა კი არ არის. ეს არის, რა ვიცი, ვინ უნდა იყოს საქართველოში ამის მოწინააღმდეგე. მე არც მეგულება ჩემო მეგობრებო და ყველას გეხვეწებით რომ ჩემი დათოს შემდეგ
ახლა ამაღამაც შესაძლებელია რომ რაღაცა უბედურება კიდე ხდება დარწმუნებული ვარ რა დარწმუნებული ვარ და თქვენ გენაცვალეთ მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ბავშვების სულის გასაძლიერებლად დავდგეთ ერთად და მივაღებინოთ კანონი რითი უშველოთ არაფერი საშველი არ არის ადგილზე ლიკვიდაცია ამ ხალხს ვინც ძდებს და ვინც პატრონობს მორჩა სხვა არაფერი არ უნდა ამათ არაფერი არ გაასწორებს არაფერი ამათ არ გაასწორებს იმდენი ცოდვა აქვს წარმოგიდგენიათ ძვირფასო მეგობრებო ხელფასი იციან რომ ბავშვებს კლავენ და მისგან აღებული თანხას $200 მოუწევს სპეციალურად არის დავალებული იყო აგერ ნახალოვკაში ფაქტი რომ გაყოფილი ფული მოგროვებული ამათგან ეს ნაყიდი ეს ნარკოტიკი და ისინი რო ვერ გაიყვეს დაჭრა მოხდათ და ერთ-ერთი მათგანი ფულში რო ვერ გაიყვე იმაზე კი არ დაიჭირეს რომ წამალს არ იგებდნენ ფული ვერ გაიყვეს და ერთმა დაჭრა მეორე და ეს იცის ყველამ ანალოგიური ზოგი ფანჯრიდან ხდება ზოგი მეცხრე სართულიდან ხდება და დაუკარგეთ ეს ანგელოზ ზივით ბავშვები და დრო არის უკვე რომ გამოვიდეთ აქ ჩვენ საქართველოს მე ბევრჯერ მithქვია ხოლმე ჩვენ ვიზავთ იმას რომ სხვა ქვეყნები მეზობელი ქვეყნები კვდებიან სიცილით არსად არ არის ეს არის მეფედრინიო თუ რაღაცა არც ვიცი რომელიც არის რუსეთიდან შემოტანილი ეხლა იმას კი არ ვიძახი რუსული და ისა საიდანღაც ხო შემოიტანდნენ და ეს არის უკვე განუკითხაობა ძვირფასო მეგობრებო და აუცილებლად ეს გამოიწვია იმან, როდესაც განათლების მინისტრი გვარამია იყო, მერე ის იყო, რა ქვია, ყველა გეი და ყველა ღვთისპირიდან გადავარდნილი და ეს ბავშვები დარჩენ ესე ქუჩაში, მერე ზოგიერთების დედები გადაიხვეწეს და დარჩენ ბავშვები ასე გაუბედურებული. ამიტომ უნდა შეწყდეს და სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს ის, რომ ის ემიგრანტი დედები, რომლებმაც შვილები აქ ელოდებიან, ჩემი შვილიშვილი ბევრჯერ 18-19 წლის ბავშვი მინახია ატირებული და რატო ტერი ხარ მეთქი რომ ითქვია დედა მენატრებაო და აი ეს არის რეალობა ძვირფასო მეგობრებო და სხვას დანარჩენს კიდე მოგიყვებით ამ რეალობისგან უფრო მეტი სკანდალები იქნება რაც ხდება და მე არ ვიცი ახლა ეს სადამდე არის მისული ვისთან არის მისული და ვის დონეზე არის არ ამგონია ახლა ბიზინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას ეს სიტუაციებიდან ინფორმაცია არ ქონდეთ და თუ აქვთ ჩემო ბატონო სასტრაფოდ მიიღონ ზომები და თუ არ აქვთ მაშინ აგერ ვეუბნები და დამიძახონ და მე ვეთქვი რაც ხდება ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გეუბნები არ გაბედოთ რომ ვიღაცაებს და იმ პრისუპნიკებს და იმ კვლელებს არ გაბედოთ და ფული არ გადაუხადოთ როგორც დაახოცინეთ ის გაურკვეველ ვითარებაში ეს საწყალი ბავშვები იგივე კვარაცხელია ბაჩალიაშვილი ესენი არიან ვინც ნარკობარიგები არიან ჩემო მეგობრებო არიან ყველა გიგა ავალიანის ბავშვის კვლელები ფაქტიურად ასეთი გიგა ავალიანისნაირი ბავშვები ჩაიდება მიწაში და ამ კვლელებს დარჩებათ ეს ქვეყანა და იცი თქვენ გიგა ავალიანი რომ მოკლეს იცინოდან სასამართლოზე არანაირი სინანული ამათ არ გააჩნიათ და ადამიანს თავის ქმედებაზე სინანული რო არ გააჩნია ის აღარ უნდა დაზოგო და ესე ნუ მიგაქვთ თავი ძვირფასო პარლამენტარებო თქვენ გენაცვალეთ გვერდზე ვითომ არაფერი არ გესმით და რამე რო იყოს ვითომ თქვენ არაფერი არ იცოდით ძალიან კარგად იცით ყველაფერი ძალიან კარგად ჩადით აგერ სასონხეთში ჩადით აზერბაიჯანში ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა თავისი ხალხი ესეთი რამე არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ამიტომ თქვენ გენაცვალეთ მიგულეთ თქვენ გვერდში და ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს მე კიდე ახლა ამ სიტუაციებს როგორც გითხარით რომ პატრიარქთან შეხვედრას შევეცდები მთავრობასთან და თუ არ იქნა რომელიმე პატრიარქი ეპისკოპოსები და ეს სასულიერო პირები თუ ამ საქმეში არ ჩაერევიან მაშინ მათ იძულებული არიან უნდა დაკეტონ ეს ეკლესია და უნდა გავიდნენ ელკესიდან დაიწყონ ერისწყორება და ვინც ჩაუდგება ღირსეულად ამ სიტუაციას და დაგვიდგება გვერდში ჩვენი ქრისტიანობის დასაცავად და ჩვენი ახალგაზრდობის დასაცავად თუ ასე გაგრძელდა რადგინა ეკლესიები კაციშვილი არ შევა შიგნით ჩემო მეგობრებო არც ერთი კაცი ეკლესიაში არ შევა თუ ეკლესია მაქვს ეკლესიის ავტორიტეტი ჯერჯერობით არის ძალიან დიდი და აქედან გამომდინარე ყველა მისარგებლა იმით რომ პატრიარქი ბოლო პერიოდი მოხუცებული იყო და იმდენად ვეღარ ერეოდა ამ სიტუაციებში თუმცა არ ვიცი ახლა
შევარდნაძის დროს და იმის დროს შეხება არ ქონია. ხო, ერთი კიდე მინდა ეხლა იმათ კი არა, ვინც ის არა ქვია დაიწყეთ. პოლიციელმა მითხრა, ვინც ჩემი დათოს იქ ლენტები და იქ იმას საგამომძიებო სამსახურებს ეწეოდა. ზუსტად ეს სიტყვები მითხრა. მიხეილ სააკაშვილის დროს ხალხმა გადააგდო წამალიო. აღარავინ აღარ იკეთებდნენ ეს მორფინისტებიო. როგორც ესენი მოვიდნენ, ვინც გადააგდო წამალი, ისე თავიდან, ეხლა თავიდან დაიწყეს იმათმა და ზოგი დაიხოცა, ზოგი ასე. მე არ ვიცი ეს მიხეილ სააკაშვილი იყოს, მაგრამ მე მოგმართავ თქვენ. დავდგეთ ერთად, უშველოთ ამბავშვებს. დიდი მადლობა, ღმერთმა დაგლოცოთ და ვიყოთ კონტაქტზე ერთმანეთთან და ერთი კარგი ის, სადაც მეუფეები და ყველა მიიღებენ მონაწილეობას, გავაკეთოთ ჩვენი ერისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის ღირსეული მსვლელობა და მე მგონი მსვლელობა არ უნდა დაგვჭირდეს და უნდა მიიღონ და სასტიკად უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, ყველა უნდა ჩაერთოს ამ სიტუაციებში, ჩემო მეგობრებო. კარგად იყავით, ღმერთმა უბედურება ნუ მიცეს ჩემი ქვეყნის ნურცეთ ოჯახს. ყველა ბედნიერი შვილები გაზარდეთ და ეს ქვეყანაში აი ეს ჩვენ ქართველებს თუ გვაქვს ღირსება, ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ და ახლა გვიანია უცებ იმას ავქენი და აწი ყოველ დღე თუ არა ყველა სიტუაციებს იქ ჩემი დათუჩას საფლავს ვაკეთებ და იქიდან ჩავერთვები ხოლმე და იქიდან დავგეგმოთ ხოლმე რა იქნება თქვენ აზრებსაც დიდი სიამოვნებით მივიღებთ როგორ გავაკეთოთ უბრალოდ ჩემი სურვილია ეხლა რომ პატრიარქი ვნახო და სასულიერო მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ვის რა აზრი აქვს და ვინ გვიჭერს მას. კარგად იყავით და ჯანმრთელად იყავით, არ მიგატოვებთ, სანამ ცოცხალი ვარ და თუ რამე მომივიდა, აქ ვინც მიყურებთ ეხლა და ვინც არ მიყურებთ და ვინც მერე მომისმენთ, ჩემი ლაზარე შუშუმუპირია და არაფრის საშუალება არ ექნება და იმედია დაუმარხავს არ დამტოვებთ. კარგად იყავით, თქვენ გენაცვალეთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.